მეგობრებო, ესე იგი ვაგრძელებთ გაყალბებული ისტორიის კვლევას. ესე იგი ძალიან ბუნდოვნად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. ან მეჩვენებოდა და მეჩვენება დღემდე, მაგრამ ნაბიჯ თუ გაყვები, თქვათ სტატიებს თარგმნი, სხვადასხვა იუთუბერების მოსაზრებებს მოისმენ, ესენი ეს არის როგორც წინა ვიდეოში ვთქვით, ჩვენ ვისაუბრეთ წინა ვიდეოში იქ უდაბნოები რო ხელოვნურად არის დაქვიშიანებული და დასილიანებული და ანუ ეს აფრიკაში უდაბნოები ხელოვნურად არის გაკეთებული და იქ ქვეშ ქალაქებია დამარხული და ასე შემდგომ. ანუ ესენი არიან ეს ბლოგერები, არიან ვირტუალურ არქეოლოგიას ეწევიან. ვირტუალურად ხდება ამ თემების კვლევა, ხო და ძალიან რთულად მეჩვენებოდა და დღესაც რთულად მეჩვენება, რომ ეხლა ეს პირამიდები, გვირაბები, მიწისქვეშა მთელი ამბები, ეს როდის რა მოხდა, ძალიან რთული ერთმანეთთან დააკავშირო, როდესაც ამ ყველაფრის სახელმძღვანელო შენ არ გაქვს სკოლაში, არ გაქვს სახელმძღვანელო, ამ პირიქით სკოლაში სახელმძღვანელო, რასაც გასწავლიან, ისტორია გაყალბებულია, უმეტესი ნაწილი გაყალბებულია და ეხლა მოკლედ მე სანამ ხა ამ დამუშავებულ მასალას სანამ გაგაცნობთ, აი მინდა რომ ეს ამ საკითხებს შეხედოთ როგორ. ანუ როდესაც გაყალბებული ისტორიას იკვლევ ადამიანი, ანუ ზოგადად ამ თემას ეხები, ანუ როდესაც გინდა რომ ეს თემა გაანალიზო შენს გონებაში, ანუ ოფიციალური ისტორიის თითქმის 80% უნდა დაივიწყო რა, ეს ძალიან რთულია. მაგრამ ესეა, დაახლოებით აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ ვიცით წინა საუკუნეებში რა ხდებოდა და ვიცით ფრაგმენტულად რაღაც პერიოდები და ეპოქები რა. ანუ ხდებოდა ცივილიზაციური ჩატვირთვები, მერე ხალხი როდესაც გამოიღვიძებდა, ან რასები გამოიღვიძებდნენ, ხდებოდა ამ ცივილიზაციების წაშლა, მერე ისევ თავიდან ჩატვირთვა და ჩვენ ვართ ახლა ბოლო ცივილიზაცია და როდესაც უკვე მსოფლიო მოსახლეობა გამოღვიძებას იწყებს, ამ დროს უნდა წაშალონ ეს ცივილიზაცია და ანუ აპოკალიფსი ნიშნავს ამას რა. ნუ ამასაც და კიდევ ბევრ სხვა რამესაც, ხო? ხო და ანუ როდესაც ახლა შენ როდესაც მე ვლაპარაკობ, ანუ ეს არის ორი სხვადასხვა მოდელი, ანუ ოფიციალური ისტორიის მოდელი სხვა რამეა, გაყალბებული ისტორიის მოდელი სხვა რამეა და ანუ ერთდროულად ვერ იფიქრებ, იმიტომ რომ ურთიერთსაწინააღმდეგო რამეებია, იმიტომ რომ ეხლა ის ოფიციალურ ისტორიაში იცი რომ ურმები დადიოდნენ მე-14 და მე-12 და პირველ საუკუნეებში და მეორე საუკუნეებში და ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხო საერთოდ რაღაც პერიოდებში მეტალის მოპოვებაც არ იცოდნენ, მეტალთან შეხებაც არ ჰქონდათ, რაღაც ქვის ჩაქუჩებით დადიოდნენ, ხო, ოფიციალური ისტორია ამას გვეუბნება და ამ დროს ინდოეთში და მთელ მსოფლიოში რა ვიცი ისეთი ნაგებობებია, სადაც ლაზერული დიდი პრინტერი რაღაც დანადგარებით არის გამოკვეთილი, მთელი ინდოეთის ეს მათი ეს ბუდისტური და ძველი ცივილიზაციების ტაძრები, ხო, რომელიც ერთი კლდიდან არის გამოკვეთილი რა. სადაც ერთ შეცდომას ვერ დაუშვებ და იქ რაღაც მექანიზმები მოძრაობს, იქ გინახავთ თქვენ ვიდეოები და ხა აქ რაღაცა ჩაქუჩზე და ლურსმანზე და რაღაცა იმეებით რა ქვია, ძველი ხელსაწყოებით ამების გამოკვეთაზე ზედმეტია ლაპარაკი, ეს გამორიცხულია, თავს გამორიცხავს, ანუ ისტორია არის გაყალბებული, ხო და ამიტომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ იყო ფაქტია, რომ იყო ატომური დაბომბვა მიდიოდა, იქ აფრიკა დაბომბეს, ამ შემთხვევაში შენ ამის პარალელურად არ უნდა იფიქრო, რომ იქ ურმით ვიღაც მიდიოდა და რაღაც აზიიდან დამპყრობლები მოდიოდნენ და შემოსევები იყო, იმიტომ რომ არ იყო იქ ყველაფერი არის მოგონილი. მაგ დროს საერთოდ სხვა რამე ხდებოდა. ჩვენ პლუს არ ვიცით დათარიღიანება, აი ჩვენ ისიც კი არ ვიცით ქრისტეს შობის შემდგომ რეალურად რამდენი წელია გასული. აი TikTok ვიდეოებშიც ვახსენეთ, რომ იქ არის საუბარი იმაზე, რომ აი დაახლოებით აი მოიცა გაჩვენოთ. აი მაგალითად ავიღოთ რა. ტაძრებზე და ძველ ნაგებობებზე რაც არის წარწერები 1000 სიტყვაზე ვთქვათ 1697. 1697 კი არ წერია, 100 იწერია, ეს ზოგან ია, ზოგან ჯვარი, რაღაცა ესეთი მსგავსი რა, რაღაცა, აღარ მახსოვს. ხან ეს არის, ხან ეს არის, ხან ეს. მოკლედ, ხან ეს არის, ხან ეს.
ანუ ჯიზეს რა, მოგეთ ქრისტეს შობიდანო ეს აღნიშნავს ქრისტეს შობიდანო 697 წელიო და არა 1697 წელიო. მე ხარ არ ვამბობ რომ ეს არის უეჭველად, არ ვიცი. ერთ-ერთი ვერსია არის ამისის და განხილვები ამაზე მიდის რომ 1000 წელი მოგპარესო კი არა და 1000 წელი გამოიგონესო ამ დროს. შესაძლებელია 700-800 წლის წინ იყო თქვა ქრისტეშობა, ეს გაყალბებული ისტორიაში ქრისტეშობა და თლიანდეს ქრისტიანობა ეს ვერ იქნებოდა გაყალბებული, მაგრამ ქრისტიანული ისტორია, მაგრამ რამაც შეიძლება რაც იყო კატაკომბებში გაიარა ამ ყველაფერმა და ამაზე ვისაუბრებთ კიდე და იქიდან ამოაღწია შეიძლება და ქვევიდან ამოვიდა ცივილიზაცია, მაგრამ ანუ ჩვენ დათარიღიანებაც არ ვიცით. აი რაღაცას რო ვიტყვით, თქვა ატომური ომი მოხდა, ვიცი რომ მოხდა, ვიცით, იმიტომ რომ დედამიწის ხმელეთი ამას გვეუბნება, ზედაპირი პირდაპირ არის ნაჩვენები დაბომბვები, დაბომბილი ადგილები, აი საჰარას თვალი რაც ვისაუბრეთ წინა ვიდეოში, ეს არის თერმობირთული რაღაცა ბომბია ჩამოვარდნილი და არა ძალიან დიდი მასშტაბის აფეთქება მომხდარი. ეს არის ფაქტი. უბრალოდ ამას ჩვენ ვერაფერ, აი რა ვიცი, შეიძლება ვატიკანის ბიბლიოთეკაში სადმე წერი, ანუ ჩვენ არ ვიცით როდის მოხდა. ამიტომ ჩვენ შესაძლებელია ამ კვლევა ძიების დროს, მე ძალიან მაინტერესებს და მიყვებით ჩემთვის და უბრალოდ გიზიარებთ. არ არის აუცილებელი მე რასაც მოვყვები ყველაფერი მიიღოთ და დაიჯეროთ. მე ჩემს გონებაში ქრონოლოგიურად ამ ყველაფერს დავალაგებ და რამდენიმე წლის მერე უკვე ძალიან მაგარი მასალები მექნება. მე უკვე მეცოდინება რომ გარკვეული ტიპის პერიოდები მეცოდინება რა არის შემდგომი იყო, ანუ ზოგი არ მეცოდინება როდის მოხდა, მაგრამ რა არის შემდგომ მოხდა ზოგი მეცოდინება. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მათ დათარიღიანება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება სულ 800 წელი ვიკულიო ალბათ. ეგ დათარიღიანება და საუკუნეები ძალიან რთული იქნება. შეიძლება რაღაც დაახლოებით 400 წელი, 500 წელი, შეიძლება 200-300 წელი ეს შუალედები ვაკეთოთ. მოგეთ წავიკითხოთ ახლა, ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ ოფიციალური ისტორია გონებიდან გათიშეთ და მოусმინეთ. ახლა მე ამას წავიკითხავ. მე რაღაც პუნქტები მაქვს ჩამოწერილი მსოფლიოს ამ მიწისქვეშა ქალაქებთან დაკავშირებით ცოტ-ცოტაზე შევეხები და ანუ მე ვიდეო რომ მორჩება, მე თავიდან თქვენ ამას კიდევ მოусმინეთ, იმიტომ რომ აი ეს ინფორმაცია რაც იქნება კიდე მოусმინეთ და თავიდან უფრო სხვანაირად გაიაზრებთ. ახლა წავიკითხოთ. ადრე ყველა ქალაქი მიწისქვეშ იყო. მე მგონი ყველა მიწის რომ დედამიწაზე ძალიან ბევრ ადგილზე მიწისქვეშა ქალაქებს პოულობენ. მაგრამ რა იქნება თუ კი მე გეტყვით რომ სინამდვილეში მთელი დედამიწაა დაფარული მიწისქვეშა ქალაქებითა და გვირაბებით. თანაც ამ მიწისქვეშა ქალაქებს რაღაცა დაუჯერებლად დიდი ზომებისას აშენებდნენ. ისე თითქოს რომ ამ ქალაქებზე იყო კონცენტრირებული მთელი დარჩენილი სიცოცხლე. მაგალითად მიწისქვეშა ქალაქი დერენქუიუ. ანუ ეხლა მე რასაც ვკითხულობ, ეს არის გაყალბებული ისტორიის კვლევა ძიება და სხვადასხვა მოსაზრებები. მაგრამ ეხლა დერენქუიუზე ვიკიპედიიდან ამოვიღე მასალა და ვიკიპედიიდან წავიკითხოთ ეს პატარა მონაკვეთი ახლა იქნება ოფიციალური ვერსია რაც არის ქალაქი მიწისქვეშა ქალაქი დერენქუიუ თურქეთში, ანუ ოფიციალურად დერენქუიუ, აი დაგუგლეთ დერენქუიუ, დაგუგლეთ, ფოტოსაც გაჩვენებთ. აი შეხედეთ, აი დაგუგლეთ დერენქუიუ, აი ეს დაგუგლეთ და უამრავ ფოტოს ამოგიგდებთ მე. წარმოდგენა რო შეგექმნათ, აი აქ დაახლოებით ნახატი არის გაკეთებული ამ მიწისქვეშა ქალაქის მონახაზი. ნახა არა დიდებს დიდზე Google ხო იმენა ეს არის უკვე რა. მოძველდა რა. ფოტოს ვერ ვადიდებ რა უბედურება. ხო, აი ესეთი ის არის რა. აქ ხა ზოგი ნახატია, მაგრამ ზოგი ფოტოებია ოფიციალურად, იმიტომ რომ ტურისტები შედიან და ნახულობენ, აი. თქვენ დაათვალიერეთ მე. რა წერია ხა ოფიციალურად დერენქუიუზე. დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქი კლდეში გამოკვეთილი მრავალსართულიანი მიწისქვეშა ქალაქი დერენქუიუს რაიონში კაბადოკია, თურქეთი. ნევშეჰირ-ნიღდეს გზატკეცილზე, ნევშეჰირიდან 30 კილომეტრის დაშორებით. ქალაქი ააგეს ძველი წელთაღრიცხვით 2-1 წლეულში და აღმოაჩინეს 1973 წელს. 2 წლის შემდეგ გაიხსნა ტურისტებისთვის. აქ მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ემალებოდა მტრის თავდასხმებს, რელიგიურ დევნასა და სხვა საფრთხეებს. ქალაქის სიმაღლეა დაახლოებით 60 მეტრი, 8 იარუსი. ძველ დროში ქალაქს შეეძლო შეეფარებინა
20,000-მდე ადამიანი საკვებთან და პირუტყვთან ერთად. ქალაქის ფართობი ზუსტად არ არის დადგენილი. მეცნიერები თვლიან, რომ ქალაქის ტერიტორიის მხოლოდ 10-15%-ია შესწავლილი. აქ დამთავრდა ვიკიპედიის დანარჩენი ხა იქ ნახეთ ინტერნეტში ძირითადი მასალა. და დააკვირდით, ახლა სამკითხოს გავაგრძელებ, აი დააკვირდით რა სტატუსი აქვს მინიჭებული. აქ საუბარია როგორი ვარძიაც, როგორ იყო, ზუსტად ეგეთ ქალაქზეა საუბარი. ვარძიაზე TikTok-ზე ვისაუბრე და მე ვარძიაზე კიდე შევეხებით სამომავლოდ კარგად კიდე, მაგრამ ანალოგიური რომ სამონასტრო ანსამბლად არის ცნობილი. ანუ ვარძიაში რომ ჩახვიდე, გიდი რომ გამოვა, მე თვითონაც ვთქვათ გიდი ვარ და გიდი ოფიციალურად გეტყვის რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, აქაც აქაც რაწერა ემალებოდნენ ტრის თავდასხმებს, რელიგიურ დევნასა და სხვა საფრთხეებს. აქაც ეს რაღაცა ხო უნდა მოიგონონო, ხო და აი ეს არის გამოგონილი. აი ვარძიაო არისო სამონასტრო ანსამბლი, იმიტომ რომ 2-3 ეკლესია იქ რაც მე ვიცი. კლდეში ნაკვეთი, როგორც ერთ-ერთი ნაგებობა შიდა რა მიწისქვეშა. რა შუაში არის, აი ეგ იგივე არის რო თქვა რომ აი თბილისზე რო თქვა რომ თქვა აი რაღაც აფთიაქი რო 3 აფთიაქი რო არის გახსნილი, აფთიაქების ქალაქიაო. აი აგით რაღაცა რო თქვა რა შუაში არის სამონასტრო ანსამბლთან, იმიტომ რომ არასწორ ოფიციალურ ისტორიას არასწორად აქვს მინიჭებული სტატუსი, ეს მინიჭებული ეს ფუნქცია მოვალეობა ამ ქალაქის რათა დაფარონ რეალური ფუნქცია რა უნდა ხალხს მიწაში. ანუ ეს ის ხო არ არის აკოფი ამოთხარო და ომის მერე მიატოვო. ანუ ქალაქს აშენებ მიწის ქვეშ. აი მოდი გავაგრძელოთ. როგორც ოფიციალური წყარო იტყობინება ამ ეტაპისთვის ქალაქის 10 ეხლა უკვე ბლოგს ვაგრძელებთ. როგორც ოფიციალური წყარო იტყობინება ამ ეტაპისთვის ქალაქის 10-15%-ია მხოლოდ გამოკვლეული. ისიც იმიტომ რომ 8 იარუსია გახსნილი. ასევე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ქალაქში არაა 8, არამედ 12 ან კიდევ 20 ჯერ კიდევ გაუხსნელი სართულიაო. ქალაქის მასშტაბები შეადგენს 4-ზე კვადრატულ კილომეტრს რა. ასე 4 სიგრძე, 4 კილომეტრი სიგრძე, 4 კილომეტრი სიგანე დაახლოებით რა. ქალაქის სახელწოდება თურქულიდან მოდის და ღრმა ჭას ნიშნავს. დერენქუიუ ამ ტიპის სხვა მიწისქვეშა ქალაქებს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება. როგორც ჩანს, კეთილშობილი მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ეს ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინაა აგებული, მაგრამ მეგობრებო, როგორაა შესაძლებელი იმდროინდელი პრიმიტიული იარაღებით ასეთი მიწისქვეშა ქალაქის შექმნა და ეს ყველაფერი მთელი პლანეტის მასშტაბით და რითით ხრიდნენ ამ ყველაფერს, ან კიდევ რამდენი დრო დასჭირდათ ამ ყველაფრისთვის, ნარჩენები ხმელეთის ზედაპირზე როგორ ამოჰქონდათ თოკებით, მაგრამ ყველაზე უცნაური რაც არის და რითაც შეიძლება მეცნიერების თეორიები გაბათილდეს, არის ის, რომ არსად არ არის ნახშირი. უკაცრავად, მაგრამ 4000 წლის წინ აბარითი ხდებოდა ქალაქის განათება, მაშინ როდესაც არანაირი ნახშირისა და მურის კვალი არ არის არც კედლებზე და არც ჭერზე. გამოდის, რომ განათება სხვა რამ იყო, მაგრამ რომელი? არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ქალაქში ცივა და იქ ქურთუკით და ქუდით უნდა იყო, მაგრამ ეს კიდე სხვა ჰიპოთეზებს ბადებს და მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში ან გათბობა არსებობდა და ან კიდევ ხალხი თბილი ტანსაცმლით გადაადგილდებოდა. მაგრამ სამოსის კვალი არსად არაა ნაპოვნი. სადეძინათ გაყინულ ოთახებში? არა მგონია, როგორც ჩანს გათბობა არსებობდა, მაგრამ როგორი? უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი მიწისქვეშა ობიექტების და განსაკუთრებით კი დიდი ქალაქების გამოკვლევა დიდად არ სურთ მეცნიერებს, მაგრამ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც უკვე იციან, ან და თუ მათ უშლიან კვლევები მათ უშლიან კვლევების ჩატარებას? მაგალითად, იგივე ქალაქი დერენქუიუ 1973 წელს გახსნეს და დღემდე არ იციან რამდენად დიდია ეს ქალაქი. ყველა შემთხვევაში კი ეს თემა ნებისმიერი მეცნიერისთვის საინტერესო იქნება, მაგრამ გახსნის შემდეგ 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ახალი არაფერი შეუსწავლიათ. ჩვენს თემატიკაში ეს უკვე გარკვეულ აზრებს იწვევს, რომელს ჩვენგან სიმართლეს მალავენ და შესაბამისად ყველაფერს, რასაც ჩვენთან საუბრობენ, მითია და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. ასევე საინტერესოა ისაა, რომ მიწისქვეშა ქალაქები ერთმანეთთან გასასვლელებითაა დაკავშირებული, რომელსაც მთელი მიწისქვეშა ობიექტების ქსელი აქვს შექმნილი. მთელი ჩვენი დედამიწის, იგივე პარკი დედამიწის, როგორც ტერარიუმზეა საუბარი,
ჩვენ მიწისქვეშა ქალაქებზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ აღნიშნულ თემებზე ბევრი სხვა კითხვა შეიძლება დაისვას. როგორ გათხარეს მიწისქვეშ ამხელა სივრცეები და სად წავიდა ამდენი სამშენებლო ნარჩენი? ზოგი ქალაქის ქანები მარტივი ამოსათხრელია მისი გეოლოგიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ პირველყოფილი ხელსაწყოებით ეს მაინც შეუძლებლად მეჩვენება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნარჩენები როგორ ამოჰქონდათ, განსაკუთრებით კი ქვედა იერუსლებიდან გამოდის, რომ ისინი ამ ქალაქებს მინიმუმ 200 წელი აშენებდნენ და მერე ადგენენ და მიატოვეს. ნუ ეს ხომ სასაცილოა. გასასვლელების ზოგიერთი ნაწილიდან ამოღებულია გრანიტი და ისიც თითქოს და ქვის ინსტრუმენტებით, მაგრამ ვინმე თქვენგანს მსგავსი რამის გამეორება შეუძლია? ან კიდევ მეცნიერები ადგენენ და ჩაატარონ ექსპერიმენტი და დერენქუიუს ქალაქის მსგავსად გრანიტის ერთი უბრალო ოთახი თავისი გასასვლელებით მსგავსი ქვის ხელსაწყოებით მიწაში გამოკვეთონ. იმისათვის, რომ ჩვენ პრაქტიკაში დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი რამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ მოხდება. მთელი დედამიწა დაფარულია მიწისქვეშა ქალაქებით. პრაქტიკულად სადაც არ უნდა ამოთხაროთ, მიწისქვეშა მშენებლობაში აღმოჩნდებით. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად ღრმად შეძლებდით მიწის ამოთხრას. კატაკომბები, გვირაბები და სხვა ტიპის მშენებლობები. მე ვთვლი, რომ ჩვენს მეცნიერებს მეტროც არ გაუთხრიათ, არამედ ამოთხარეს უკვე გამზადებული. ძველი წინა ცივილიზაციების მიერ დატოვებული გვირაბები და ჩვენამდე ეს ამბავი ისე მოიტანეს, თითქოს და მათ შექმნეს მეტროს სისტემები. მეტრო ამ უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელური სისტემის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვაზე რომ ვიცოდე სად უნდა შევიდე მაგალითად უკრაინაში მიწისქვეშა გვირაბში და ვიცოდე ამ სისტემის გასასვლელები, ჯერა რომ სხვა კონტინენტზე შევძლებ ამოსვლას. მაგრამ რისთვის აშენებდნენ ამ ქალაქებს? ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ვერსია, რითაც ამ მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობა შეიძლება აიხსნას, არის ის, რომ მაშინ იმ წარსულ დროში კლიმატის ამბებში დედამიწაზე რაღაც ისე ვერ იყო დალაგებულად და ცოცხალ არსებებს ხმელეთზე ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. ან კიდევ ეს იყო ძალიან რთული. ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ადრე ყველანი ადამიანები და სხვა პირები ცხოვრობდნენ მიწის ქვეშ, მაგრამ როდესაც შემდეგ გამოვჩდით ჩვენ და ავაშენეთ ხმელეთზე მყოფი ჩვენი ქალაქები, ამის შემდეგ ისინი მიწის უფრო სიღრმეებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩვენგან რაც შეიძლება შორს და მთელი ეს მათი საბინადროები ცარიელად დატოვეს. ისინი რაც შეიძლება შორს გაემგზავრნენ ჩვენგან დედამიწის უფრო დაბლა დიდ სიღრმეებში. ასევე არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ხმელეთზე ომი მიმდინარეობდა და ყველანი იძულებულები იყვნენ, რომ მიწის ქვეშ ეცხოვრათ. ჯერჯერობით ამოუცნობია, ვინ ვისთან ომობდა. ჩვენ მხოლოდ ვერსიების დასახელება და გამოცნობა შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა მიწის ქვეშ დღემდე დუღდეს ცხოვრება. უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ უძველეს ხალხს პირველყოფილი ინსტრუმენტებით ეს ქალაქები არ ამოუთხრიათ. ამ ყველაფრის წარმოება ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. არადა იმ დროს 4000 წლის წინ მსგავსი ტექნოლოგიები არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ისტორიით ჩვენ ასე გვიყვებიან. რას ფიქრობთ თქვენ, რის გამო მთელი დედამიწის ხმელეთის ქვეშა სამყარო სავსე გვირაბებითა და რისთვის აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქებს? ერთ-ერთ მსგავს ვიდეოზე მოდი ჩვენ ახლა გადავავლებ თვალს, წავიკითხავ კომენტარებს. რუსულად წერია კომენტარები და რუსეთის და უკრაინის ტერიტორიებზე არის საუბარი რაღაც ტერიტორიების სახელწოდებები, პალტავშინი არ ვიცი სად არის. არის მიწისქვეშა ტუნელებიო, გვირაბებიო, რომელიც საერთოდ არ არის გამოკვლეულიო. ასევე უდაბნოებში არისო, მიწისქვეშა მთელი ეს ამბები და არ არის გამოკვლეული. აი ნახე ერთი რას წერს, ხალადნაკავნიმ წეპლანი ნუჟნა. ანუ ცივსისხლიანებს არ სჭირდებათ სითბო, ანუ გათბობა არ სჭირდებათ ცივსისხლიანებს. და ხა რა იგულისხმება? ერთ-ერთ ბლოგში სერგიო სპაინ რო აწერია რა, იქ TikTok-ზე ერთი ბიჭი, აი მაგან თქვა იქ თავის მოსაზრება, რომ აი აქ ციხესიმაგრეებს ათვალიერა, ერთ-ერთ ექსკურსიაზე იყო და აი ციხესიმაგრეზე იდგა რა, რაღაც გალავანზე და ექსკურსია იყო დღისით და აქ ხო ხა მე რო ათვალიერებ, ხო აი მტკელ დედამიწასთან
აი ზუსტად ამ კონტენტებს იკვლევს ეგეც თავისთვის და აი რომ ათვალიერებ, აი აქ ფიზიკურად ადამიანის ცხოვრება შეუძლებელიაო, გამორიცხული აქ აი ციხესიმაგრეებში და მართლაც ეგრეა. იქ თითქოს საყარაულო ადგილი იყო, მაგრამ ხო იყო თან ცხოვრობდნენ გალავნები და რაც ხო იყო ზოგ. ესო არისო რაღაცა რეპტილოიდური რასების, რაღაცა ესეთი ცივსისხლიანი რასების საცხოვრებელი სადგომიაო, აშკარად. აქ ადამიანის გინა განათების ამბავში და აი აქ ისეთი არსებები ცხოვრობდნენ, რომელსაც არ ჭირდებოდათო გათბობაო და არ ჭირდებოდა და განათებაო რა, აი ღამე შეხედავდნენო. აი ამას გულისხმობს ეს ვიღაცა რა. ძამს. ხა ერთი წელს ჩემ სკარევსიო პრეატალის ატკაკოვა ლიბა კატაკლიზმი. ну რაღაც კატაკლიზმისგან იცავდნენ თავსო. Ай вопрос в другом, когда откопали этот город, нашли ли там какие-либо останки людей? Хотелось бы ознакомиться с первоисточниками этой формы. Ай ადამიანებს ის თუ ნახევსო რა. რაიმე კვალი ან სხეულის ნაწილი ან ჩონჩხი. ასეთ სიზუსტით როგორ შეძლეს ამ ყველაფერს გამოთხრაო, ისი ჭიანჭველები ხო არ იყვნენ? აი მეცნიერები არ იკვლევენ სპეცსამსახურებმა გამოიკვლეს უკვე ერთი წელს. აი ერთი წელს რომ მე ვფიქრობ რომ ზამთარი იყო რამდენიმე წელს განმავლობაში და მთელი ხმელეთის ზედაპირი დაფარული იყო თოვლითო და ამიტომ ხალხი ჩავიდა მიწისქვეშ საცხოვრებლათო. ერთი წელს я скажу больше, это мы их и построили, кто в теме, тот и поймет რა. იტალიაში ძალიან ბევრიაო ესეთი გვირაბებიო და ძალიან გრძელი და ქვის ესე იგი გვირაბებიაო. ყველგან არის. ну აშკარადო სხვა ამ დედამიწაზე სხვა არსებები ცხოვრობდნენ და სხვა ტექნოლოგიები ჰქონდათ ჩვენზე უკეთესებიო, რა თქმა უეჭველადო და მათ ვიღაცა თავს დაესხაო, გაანადგურა და ჩვენ ჩაგვასახლაო რა. ეს ვერსიაც არის. რა თქმა უნდა სიმართლეს მალავენო ძალიან ბევრი რაღაც არის. მოკლედ, ძალიან ბევრი საინტერესო ვერსია. ეხლა მე გავაგრძელოთ, ეხლა ნახეთ რა ხდება. მე არ მახსოვს TikTok-ზე მე და ვიდეო ხონდრეწა გადავათვალიერე. ვარძია როგორც TikTok-ზე თუ YouTube თუ აგდავდე YouTube-ზე. ვარძია როგორც ანტიბირთვული თავშესაფარი თქო რა. ხვდებით? ну ერთ-ერთი ვერსია ეგ იყო, რომ ანუ საბარაუდოდ რაღაცა ომი მიდიოდა, რაღაცას ჩვენ აქ წავიკითხეთ უკვე რომ რაღაცა საფრთხე იყო. ან პირობები არ იყო, აშკარა არის ეგ 2-3 ვარიანტი რომ ხმელეთზე არ იყო პირობები, საცხოვრებელი პირობები, ან კლიმატის გამო, ან რაღაცა ტიპის ომი მიდიოდა, ან იყო ატომური ომი მომხდარი და რადიაცია იყო. ასევე მაგ რადიაციის თემები არის განხილული იყო ერთ-ერთი რუსული ზღაპარი დაძმანი რომ მარტო დარჩებიან, მშობლები რო არ აყავთ, ერთ-ერთი ზღაპარია განხილული და წყალი არ დალიო ეს დაეუმნება ძმას თუ პატარა რაღაცა ზღაპარია რუსული რომ ესე იგი ერთ ბიჭმა თუ გოგომ რა მეგონი ბიჭმა არ უნდა დალიოს წყალი არ დალიო გუბიდანო და წყალიც დალევს გუბიდან მოწყურდება გზაში სადღაც გააგზავნის ეს და თუ პირიქით მოკლედ და გუბიდან რომ ანუ შარაგზაზე გუბიდან რომ დალევს ეს ბიჭი წყალს გადაიქცევა ვირად რა ვირუკელად რა ჩოჩორად და მან განხილვები იყო TikTok-ზე მაგარი ვიდეოები იყო რა YouTube-ზეც არის ეგენი რომ ესე იგი რადიაცია ანუ აქ არის შეფარულად ზღაპარში ნაჩვენები რომ ეს არის პერიოდი როდესაც ბირთვული ომი დამთავრებულია და დედამიწის ხმელეთის ზედაპირზე არის რადიაცია და ამით გამოიხატებოდა ის რომ რაღაცა მუტაცია განიცადა ბავშვმა რა იმიტომ რომ დალია რადიაცია გაჟღენთილი წყალი აი რაღაც ეგეთი ვარიანტებიც იყო
ხო და ერთი რამ ფაქტია რომ აი როგორც ვარძია არის და ეგ დერენქუიო და ძალიან მთელ მსოფლიოში ეს ყველაფერი რაც შეეხება მეტროსთან დაკავშირებით რაც ვახსენეთ მეტროზე ამბობენ ესეთ რაღაცას არის YouTube-ზე მაგის განხილვები ეს 100%-იანია რომ მაგალითად მოსკოვის მეტრო ამოთხარეს ანუ მეტრო რას ეხლა ვიკითხავს ადამიანი მეტრო ამოთხარეს აბა რას იზამნენო არა მეტრო იყო ეს გვირაბები იყო და უბრალოდ ზედმეტები მოაშორეს ამოიღეს რა რაღაც ნარჩენები ანუ მეტრო არ გაუთხეთ ეს არის ფაქტი ეს უკვე დადასტურებული ფაქტია არაოფიციალურად იქ ბლოგერებში ეხლა თბილისის მეტროზე მე მაგას ვერ ვიტყვი არ ვიცი მაგრამ მე მაგალითად მოსკოვის მეტრო ასევე ახლობლები მყავს და იქ რაღაცები ვკითხე და ნიუ-იორკის მეტრო ეხლა რა თქმა უნდა რაღაც სადგურები მერე არის დამატებული მაგრამ არსებობს სადგურთან ესე იგი ნიუ-იორკის მეტრო იქ ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრე 1906 წელს თუ 7 წელს გაიხსნა თუ რაღაცა ესეთი მაშინ როდესაც გარეთ ეტლებით დადიოდა ხალხი ხო ცხენი და ეტლი თქვენ წარმოგიდგენთ ცხენი და ეტლი ის რაღაცა ელექტროსკუტერები და რაღაცა ელექტრომობილები და რაღაცები რა ყავდათ ეს ტექნოლოგიები მქონდათ თან მაგრამ მიჩქმალეს უცებ რა ჯერ ადრეაო რა და ხო და ანუ ეტლით ხალხი გარეთ დადის და მეტრო რითი ამოთხარეს იქ არის ისეთი ტიპის გვირაბები რომ მე ახლობლებს ვკითხე ანუ აი არ ვიკვლევთ ამ თემას მაგრამ მაგაში გეთანხმებიო რომ ეს ფიზიკურად ვერ იქნებოდა ამოთხრილიო აი ამერიკაში თუ ხართ ვინმე დააკვირდით გარკვეული ტიპის მიწისქვეშა გვირაბებს რომ ეს ფიზიკურად ვერ იქნებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერ მოხდებოდა ამისი ამოთხრა ანუ შეუძლებელი ეს არის აშკარად წინა ცივილიზაციების მიერ დატოვებულიო ეს არის ფაქტი ხო და ამას ჩვენ ვერ გავაქცევთ იმიტომ რომ ეტლიანი ხალხი იქ ამას ვერ ამოთხრით აქ ხა ვერ გააკეთებთ ამას ტექნოლოგიები ჭირდება ყველა დანადგარზე მატორია საჭირო ესე რა ვთქვათ რა და ეს მატორი რას ნიშნავს რომ აი ეხლა გუშინ შემოხვდა ვიდეო შვეიცარიაში არის კლდეში გაჭრილი ოღონდ ჩვენს დროში ესე რაღაცა 50 წლის წინ ჩვენს დროში გაჭრილი კლდეში გაჭრილი გვირაბები და ბუნკერი და რაღაცა იარაღი რომელთაც საჰაერო თავდაცვა შეიძლება არტილერიაა ჩაყენებული შიგნი და იქ არის ნაჩვენები ძველი კადრები რომ ეს რო ითხრებოდა და ინგრეოდა პერფერატორები და რაღაცა როგორ ამოდიოდა ეს რაღაცა რულეტკა რო ამოდის რა ეს ხო მატორებს და ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული ანუ დაყრი მიწის ქვეშ ამ რასაც მოანგრევ და ეს ამოიტანს ზევით რა ეს დანადგარი ანუ შენ ზურგით კი ვერ ამოიტან ამას ყველაფერს სულ რომ მილიონმა კაცმა იმუშაოს რომ იმუშაოს იმას ხო ყვება უნდა მოკლედ შეუძლებელია ტექნოლოგიების ანუ ფიზიკურად შეუძლებელია ამხელა ქალაქების ამოთხრა ტექნოლოგიების გარეშე რა ამაზეა საუბარი ხა ეს იმდენად საყოფა ცხოვრებო ელემენტარული რამეა რომ ეხა არ ვიცი ხა დამიმტკიცე და რას რითი დამიმტკიცებ რო იძახიან ადამიანები ხა რა ვიცი ხა იგივე რომ ადამიანმა თქვას რომ მე შემიძლია რემონტი გავაკეთო მასალების გარეშეო რა ის რომ მასალები არ მქონდეს მარტო მქონდეს მიწაო რა ეგეთ რაღაცა არის რა ეგრე არ გამოდის ეგრე მასალები გჭირდება ძალიან ბევრნაირი და ეგრე არის ეგეც რომ იმისაც რომ შენ მერვე იარუსიდან მიწის ქვეშ მერვე სართულიდან რომ ამოიტანო ზურგით ვერ ამოათრევ ამდენ მასალას მაშინ გაგეწელება 1500 წელიწადი 200 წელიწადი კი არ გაყოფა ხო ეხლა ჩამოწელი მაქვს საკითხები გავაგრძელოთ ეხლა მაგალითად აი ხარ ჩვენ ეხლა ვისაუბრეთ ნუნისზე რამდენიმე ვიდეო დავდე ეხლა ეს ამას ეხლა მე ოთახიდან რატო ლაპარაკობ რომ მე როდესაც გადავალ ესე იგი ანუ ზაფხულობით რომ გავდივართ და შემოდგომაზე და აი გვირაბები და რაღაც პირამიდებს ვნახულობთ ჩვენ იქ რასაც ვსაუბრობ უკვე მაყურებელი მიხვდება რაზე ვსაუბრობ უკვე ჩვენ აქ დამუშავებული გვაქვს თემა და იქ უკვე ვსაუბრობ და ანალოგიური ესე იგი ჩვენ ნუნისში ორჯერ ვიყავი და ახლა ნუნისთან დაკავშირებითაც ვიტყვი მაგრამ ერთი ეს ვიდეო მინდა გაჩვენო მოგასმენინოთ ნახეთ რას ამბობს გნომები და ჰობიტებიო ეს შემხვდა და შევინახე ბარემ ესე ვერსია ახლა მე არ ვიცი უბრალოდ ვერსია ნახეთ რას ამბობს მოусმინოთ ერთ წამით Многие объекты построены в местах, где порода в основном твердая, а значит, лопатой ее не выкопать. ანუ სათაური ესეთი რომ გნომები და ჰობიტებიო გნომების და ჰობიტების სამყარო ტოლკინის სამყარო რაც არისო რაო გამოგონილი არ არისო В данный момент некоторые города соединены между собой тайными ходами, причем путь под землей вдвое короче пути по поверхности. Ну и, наконец, множество из тоннелей по размеру такие маленькие, что в них сможет пролезть разве что ребенок. Так может, сказки о подземных гномах
вовсе не выдумка. Судя по всему, под землей обитают десятки различных рас. Так может быть, профессор Тулкин был знаком с этими материалами? А в современной Исландии и ანუ იმდენად პატარა მოგეთ ვინც რუსულისით გაიგეთ და გვირაბ იგივე ისაუბრა რაც საქმე ვისაუბრე მიწისქვეშა ქალაქები ერთმანეთთან მოკლე გზებით უკავშირდებიან და ასე შემდგომ და არიო ისეთი დონის პატარა გასასვლელებიო სადაც მარტო ბავშვი თუ გაეტევაო რა ესე იგი ის ზომა არის გნომებისთვის და რაღაცებისთვის ალბათო ან რაღაცა პატარა არსებებისთვის დატოვებულიო რომ მარტო ბავშვი რო გაეტევაო რა ბავშვი რო გაივისო ეხლა იქ ვიღაცა ასე ფორთხით ხო ვერ ივლიდა რა сегодня Министерство путей сообщения не построит ни один железнодорожный тоннель без согласования с гномами и эльфами. И есть конкретные специалисты, которые за это согласование отвечают. ну რაღაცა ვერსია ეს არ ვიცი ხა გნომებს და ელფებზე და ეხა ეს ზუსტად ხა რამდენიმე ფოტო და ეს გამახსენდა რაჭაში ერთი ღვიმეები რო არის კლდეებში და იქ გამახსენდა ვიდეოს უყურებდი ეხა ვერ მოვიძიებ მაგ ადგილს YouTube-ზე ვნახე კლდეში როგორც ჩამოგრეული რო არის ვარძი ეგრე კლდეში გამოდის გვირაბი შედის ანუ კლდეში არის რაღაცა ქვევიდან არის გადაღებული ძალიან მაღალზეა იქიდან თვითონ ხმელეთიდან კლდეებიდანაც სიღრმეშია რა და რაღაცა გვირაბებია ხალხნო ეს არის ჩამოგრეული ნაწილი ესე იგი აი სასწაულია რა ესე იგი და რამდენგან არის ეს ხო რაღაცის ნაწილია ეს გვირაბები არის ჰაერზე ხო არ არის ერთი გვირაბი ვიღაცა მომუთხარა ხო და ხა რაზე არის საუბარი ეხლა ნახეთ რას მინდა შევეხო ნუნის სისტემას რო შევეხო ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ რომ სავარაუდოდ შესაძლებელია რომ პირამიდის ერთ-ერთი რაღაცა დაქანების კუთხე იყოს ნუნისის ეს ბერთა კლდე და ეს გამოქვაბული ჩვენ რაც ვნახეთ და ეხლა ნახეთ როგორ რამეა მე რაც მითხრეს იქ ეხლა ჯერ თქვათ ესეთი რამე რომ ხარაგაულზე ხა ჩემი გვარიც ხარაგაულიდან არის და იმერული გვარების უმეტესობაა მე რაც ვიცი ხარაგაულიდან არისო ხო და ეხლა იქ როგორ არის იცით ჩამოსდათვალი რო არის სოფლები რაც აი ნუნისი ვახანი ისინი მთელი ამბები ეხლა როგორ რამეა თუ მე-18 ნახეთ დავსვათ შეკითხვა თუ მე-18 გაყალბებული ისტორიის მოდელის ასე თქვა ვერსიისგან გამომდინარე მე-18 საუკუნის ბოლოს მე-19 საუკუნეში მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში რაღაცა შუა ხანებამდე ამ პერიოდში მოხდა ჩვენი ცივილიზაციის ჩატვირთვა. კარგი, ვთქვათ ეს გამოგონილია და სისულელია. ანუ ჩვენი წინაპრები, აი თქვათ, ვინც იმერეთიდან ვართ და ვინც აი იმ სოფლებიდან ვართ და ყველა წინაპარი რო იქიდან იყო რა, აი 10, 15, 20 თაობა რო ხარაგაულიდან იყო, ხო? წარმოიდგინეთ, რამდენი ნასოფლარები უნდა იყოს ხარაგაულის მთებში, რამდენი ძველი სახლის ნარჩენები, ნაშთები, სასაფლაოები, ანუ გადავსებული უნდა იყოს და ეს ასე არ არის. აქ ზუსტად მაგაზია საუბარი რომ თითქოს არ ვიცი რამე ერთეული შემთხვევა შეიძლება გინახავთ თქვენ მაგრამ სოფლიოს მასშტაბით მაგას იძახიან რომ 200 ანუ უკანასკნელი 250 წელი რაც იყო ანუ 250 წელზე მეტი ხნოვანები საფლავები არ არის და ეს ბოლო 250 წელს და კასპში და იქ რაც ვნახეთ არის ეგეთი მინდვრებში ეს გრძელი ფილაქანი რაღაც დიდი ქვები რო არის დალაგებული და წარწერები დანჩენი არ არის, ნასახლარები არ არის. ხო და აი ხა მე ესეთი ვერსიაც მოვისმინე რომ ნუნისში როგორ ყოფილა იცით, ესე იგი თვითონ ნუნისი კურორტი ნუნისი რაც არის, იქ ხა სადაც ხალხი ცხოვრობს, სინამდვილეში მე ადგილობრივებიდან გავიგე რომ ხალხი სადაც ცხოვრობს, იქ კი არ ცხოვრობდა ადრე ხალხი, ანუ სადღაც სტალინის პერიოდში ზევით აი ნუნისის გამოქვაბულები სადაც არის, მანდ იყო ნასოფლარი სადღაც ტყეებთან, მოკლედ ნაკრძალთან ახლოს, აი მონასტერი სადაც არის, ნაკრძალთან ახლო ტერიტორიებზე თითქმის ტყეებში ცხოვრობდა ხალხი და იმის სტალინის პერიოდში, ანუ სტალინმა ჩამოასახლა თუ მაშინდელმა რეჟიმმა რა დაახლოებით. რეჟიმმა ჩამოასახლა ცოტა ქვევით კიდე ნუნისში ახლა სადაც არიან ის მოსახლეობა, რამდენი მოსახლეც არის ხა იქ რა. ხო და ჩვენ ვიცით ასევე რომ თვითონ მაგ პერიოდში კათოლიკურმა ეკლესიამ და სტალინის რეჟიმმა და ზოგადად ამ საბჭოთა რეჟიმმა აქეთ და დანარჩენ სამყაროში სხვადასხვა რეჟიმებმა ალბათ იქით კიდე ამ რეჟიმებმა ჩაკეტეს მიწისქვეშა ჩასასვლელები
ხო და აი ზუსტად რაღაცა შეიძლება ესე ლაგდებოდეს რომ სინამდვილეში თქვათ ერთ-ერთი აი თქვათ ამოქოლო რა თქმა უნდა ხა ეს ნუნისის მაგაზე ვფიქრობდი ხა ნუნისის ეგ რამდენიმე ოთახი რაც არის ეს უბრალოდ რამდენიმე ოთახი ვერ იქნება რაღაც სადღაც რაღაც არის ამოქოლილი ან ჩამონგრეული და ეს არის როგორც ვარძის ჩამონგრეული ნაწილია გაგრძელება ეს არის მიწისქვეშა მთელი სისტემის გაგრძელება და უბრალოდ ჩვენ ვხედავთ 3-4 ოთახს რა ხა იქით რამე კიდე თუ არის არ ვიცი ვერ ვნახეთ ხო და აი ალბათ ეგრე იყო ზუსტად რომ ქვევით ხო მად შიგნით აი მაგ მიწისქვეშა ქალაქებში ცხოვრობდა ხალხი მერე ამოვიდა ეხლა ჩემ ვერსიას ვამბობ ალბათ შეიძლება ამოვიდა ზუსტად მაგ ქვაბულებთან ახლოს დასახლდნენ და გაკრა სტალინის რეჟიმმა მოუწია და მერე უკვე ანუ ჩასახლება ჩატვირთვა ესე მოხდა და მერე ჩამოასახლეს უკვე ქვევით ნუ არ ვიცი რა მოკლედ რაღაცა ჩემთვის ვალაგებ გონებაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც უფრო ინფორმაცია დავემატება უკეთესად გავიგებ აი ვანის გათხებზე ჩავიწერე კიდე ზაფხულზე აჯამეთის ნაკრძალში უნდა წავიდე აუცილებლად ახლა აჯამეთის აღკვეთილია რაღაცა ერთ ნაწილში ნამყოფი ვარ და კიდე მინდა დავათვალიერო და მე იქით ვანის ახლოს არის და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს აუცილებლად ვესტუმრები და იქაც ახლა გათხრებზე და იმაზე რო იყო საუბარი რაღაც სიუჟეტი იყო მაშინ თომა ჩაგელიშვილის YouTube-ზე და აი რა არის ახლა რა არის ნაჩვენები პატარა ციხე არც ქალაქი არ არის პატარა ციხესიმაგრეა და გადაიხედავ ამ ციხესიმაგრიდან და ტრიალი მინდორი წინ. არანაირი ნასახლარი, აი მაგ ტრიალ მინდორში და თითელი კოლხეთის დაბლობი რაც არის, ახლა გადაძეძგილი უნდა იყოს ნასახლარებით. ანუ აი უამრავი აი ნასახლარებით უნდა იყოს გადაძეძგილი. არა ის რომ ამ ციხე ქალაქების შემოგარენში რომ ისინია სამარხები დიდებულების ეგრეთ წოდებული დიდებულების ვიღაცა მაშინდელი დიდებულების სამარხები და ოქროებით რო არის გაძეძგილი. არამედ ნასახლარები უნდა იყოს. ასევე ახლა იქ გრაკლიანის გორაზე აღმოჩნდა რაღაც ეგეთი ტიპის ძველი რაღაც ბუხრები და რაღაც საკითხი. იქაც მაგარი კვლევა მიდის, ძალიან მაგარი ადგილია. ხო და ანუ მანდა ხო ახლა მე ციხესიმაგრეებზე მაქვს ეგეთი აზრი. მე ადრე ვთქვი და ახაც გამემეორებ. ციხესიმაგრეებზე მე მაქვს ესეთი აზრი. მე მთელი რა ვიცი ბოლო თითქმის ბოლო 20 წელია ხო ეგრე გამო ბოლო 20 წელია ლაშქრობებზე დავდივარ და უამრავ ადგილზე ვარ ნამყოფი და კი არის ეს ციხესიმაგრეები ადგილებში სადაც თითქოს ნუ ხეობებს კეტავს ესე რომ შეხედო ხეობას კეტავს გასაგები მაგრამ არის ციხესიმაგრეები რომელიც არანაირად არ კეტავს ხეობებს მაგრამ ჩემი პირადი სუბიექტური აზრით არაფერი მათ შემოსევები არ მიდიოდა ჩემი პირადი აზრს ვიტყვი ეს შემოსევები და თემურ ლენგი და რაღაც ნუ გამოგონილი ზღაპარი ეგ არის ისეთი ანუ აბსურდი რომ ისეთი აი ფიზიოლოგიურ დონეზე ანუ კრიტიკას ვერ უძლებს ვერაფერს რა იქ კვების საკითხები და უამრავი ანუ დანაყოფების გადაადგილებს ამბები. ამიტომ ახლა მანდ როგორ თემა როგორც ჩვენთვის არის მეტროსადგურები, აი მეტროდან რომ ამოდიხარ და ხო არის რაღაც შენობა. აი ეგეთი ტიპის ამ მიწისქვეშა თან ყველა ამ ციხესიმაგრეს თავისი გვირაბები ქონდა. და უბრალოდ გეუბნებიან რომ ანუ თან ეს ციხესიმაგრეს ეს გვირაბები ჩვენ ხო არა გვაქვს შემოწმებული ყველა. გეუბნებიან ყველა ისტორია გეუბნებიან რომ ჩადის სადღაც ქვევით, ამოდის მდინარესთან რომ ალყას რო შემოარტყავდა მტერი, მე იქვევით თევზი დაეჭირათ და წყალი ამოეტანათ. აი ეს ისე ყვებიან თითქოს რაღაც აი ადნაკლასნიკში რომ ფერმის თამაში მიდიოდა ფერმა აი ესე თითქოს ჩახვალთ ამოიტან მთელი გარნიზონის სამყოფ თევზს და დააპურე ანუ რა სისულელია ხო და ეს გვირაბები კი რა თქმა უნდა ჩადის ზოგი მდინარეზე მაგრამ დარწმუნებული ყველა არ ჩადის მდინარეზე ჩვენ ყველა არა გვაქვს შემოწმებული ჩანგრეულია მიწა აქ მიყრილი ზოგი სპეციალურად არის ჩახერგილი ხო ანუ ეს მიწისქვეშა გვირაბები ჩემი აზრით უკავშირდებოდა ზუსტად უკავშირდებოდა კი არა ანუ პირიქით უნდა შევხედოთ მიწისქვეშა ქალაქებიდან ამოსასვლელები იყო როგორც ჩვენთვის მეტროსადგურში რომ ამოდიხარ ესკალატორით ხა ის ესკალატორები არ ქონდათ მაგრამ ამოსასვლელი გვირაბები იყო და ეს ციხესიმაგრეები იყო რა გადახედო ტერიტორიას ან ტრისგან იცავდი თავს ან რაღაცისგან ან შესაძლებელია რაღაც არსებებისგან იცავდნენ ჩასასვლელს ეს ციხე გალავანი ჩასასვლელს იცავდა რაღაც არსებებისგან არ ვიცი ყოველ შემთხვევაში აშკარად ეს ციხესიმაგრეები არის პირდაპირ ამოსასვლელები ამ მიწისქვეშა ქალაქების და გვირაბების ამოსასვლელი გასაჩერებელი პუნქტები და არა საცხოვრებელი კი შეიძლება იქ ვიღაცები მორიგეობდნენ და ეცვლებოდნენ ერთმანეთს მაგრამ აი იქ რაღაცა მტერს აკავებდნენ და ნუ ეს არის ხახნო წარმოუდგენელი ზღაპარი
იქ გარშემო, ანუ თუ მტერს აკავებდნენ, გარშემო უნდა იყოს დასახლებები და უნდა იყოს ისინი რა ქვია, ძველი ნაქალაქარები და ძველი არის აქა-იქ რაღაცა ძალიან ცოტაზე რა, მაგრამ ძალიან ბევრი კვალი უნდა იყოს იმის, რა ქვია, ნასოფლარების სოფლების ნაშთების. ეხლა მაგალითად თიანეთის მხარეში, ეხლა სულ მახსენდება ხოლმე ისე ძალიან მაგარია, რა ქვია, იმის ციხეს. ბოჭორმა, ხო? და იქით ბოჭორმა და თვითონ თიანეთის მხარეში ძალიან ტყეებში არის ძალიან ბევრი მიტოვებული ეკლესია რა, იმის დათვალიერებასაც ვაპირებ. ახმეტის მუნიციპალიტეტში, წიგნიც მაქვს ახმეტის მუნიციპალიტეტში 400 კულტურული ძეგლია, ეკლესია, მონასტერი და ძველი და ძალიან დიდი ტაძრები და ასე შემდგომ. აი მანდაც ეგ სადაც კი რამე დაინგრა, მანდაც ჩემი აზრით ატომური და რაღაცა დიდი აფეთქებების დარტყმის ტალღებმა დაანგრია ეს ციხესიმაგრეები და არა თემურლენგებმა, აზიიდან ჩამოსულებმა და რა ჩაფუჩით ურტყავდნენ და თავს ურტყავდნენ კედლებს. ახლა ეგ არის რას ბოდვა რა, ჩვენ დარტყმის შედეგად არის, აი ბირთვული დარტყმები არის გარკვეულ ზონებში მომხდარი და იმ ტალღებმა დაანგრია ეს დამანგრეველმა ძალამ დაშალა ეს ციხესიმაგრეები, მე უკვე წვიმამ და იქ ეროზია თუ რა ქვია მაგას. ბუნებრივმა მოვლენებმა კიდე. ხო, ანუ ციხესიმაგრეები როგორც მეტროსადგურები, როგორც მეტრო კი არ გადიოდა იქ, მაგრამ აი როგორც სადგური, გასაჩერებელი სადგური ამოსასვლელი იყო იქ რა. და აი ახლა კიდე იქ მე ვიდეო მიდევს, ეს ხუმრობა არ არის და იქ ვიდეო დევს თუ ჩასკროლავთ გოგონა რო დაიკარგა ნუნისში, ხარაგაულში, სოფელში ნუნისში რო გოგონა დაიკარგა და ეს ნამდვილი ისტორიაა და მე მივიდა სახში და 1-2 კვირის მერე თუ რაღაცა ხნის მერე და თქვა რომ მეო დათვს გავყევი ცოლადო. აი აქაც ეს ესეც საეჭვო ამბავია. ალბათ შესაძლებელია ქვედა ცივილიზაციამ ეს ვიღაც გოგო აირჩია, იქიდან შეამჩნიეს, ვიღაც იყო ამოსული, ტყეში შეამჩნიეს, შეარჩიეს და წაიყვანეს ქვევით რა, ჭირდებოდათ ალბათ. შესაძლებელია უთხრეს მოიტყუეო, შესაძლებელია იქ მართლა შეიძლება დათვილაპარაკო და ვერ გაიგებ, ჩვენ არ ვიცით იქ რა ხდება და რა ტიპის არსებები ბინადრობენ. შესაძლებელია რაღაც არსება იყო, რეპტილოიდი იყო, რაღაც იყო და დათვის სახე მიიღო. ჩვენ არ ვიცით, ამიტომ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი მოხდა. ხო, გობლინებზე და იმაზე ვთქვით. და ეს მიწისქვეშა ქალაქები რა თქმა უნდა დაკავშირებულია პირამიდებთან და ეს წინა პირამიდების ვერსიები რაც ვისაუბრეთ, მზის აფეთქება რო არ შესაძლებელი, ეს არის მთელი ენერგიის შესაკრებელი და შესაძლებელი ეს პირამიდების ენერგია ხმელეთიდან ეს ხო იღებდა და ქვევით ანათებდა მთელ სისტემას, ან ათფობდა, ან მოკლედ ეს იყო რაღაცა ენერგო შემკრები სადგურები, პირამიდები და პირდაპირ კავშირშია პირამიდების კონტენტთან ეს ყველაფერი. ხო, პარიზის კატაკომბების ძვალშესალაგებელი. შეიძლება მიწისქვეშეთის ქსელის ერთ-ერთი სასაფლაო იყო, თქვა ხა ეს ჩავწერე. ერთ-ერთ იქ განხილვა იყო რაღაც ვიდეოში ადრე, რომ ესე იგი პარიზის კატაკომბებში ციფრი არ მახსოვს ზუსტად 5 მილიონიო თუ 8 მილიონი თუ 9 მილიონიო თუ 2 მილიონი, მოგე რაღაც 1-2 მილიონი საუბარზეა. ძალიან დიდი რაღაც 2-3 მილიონი თუ 5 მილიონი ადამიანის გარდაცვლილი ადამიანის ძვალზეა საუბარი რა. მოგეთ ძალიან დიდი რაოდენობის გარდაცვლილი ადამიანის ძვალზეა საუბარი და ძვალშესალაგია მთელი კედლები და ისინი სავსეა კატაკომბები ხო და მაგაზე იყო განხილვა რომ მაგდენ ადამიანზე პარიზში არასდროს არ უცხოვრიაო. რაღაც ძალიან ოფიციალური ისტორიის მიხედვითაც კი და საიდან მოხდა ეს ამდენი ძვალი იქო და ეხლა მე ეგეთი აზრი დამებადა, ესეც მე ჩემს ვერსიებს ვყვები უბრალოდ, რადგან ეს მიწისქვეშა ქალაქები რო იყო და ერთმანეთთან დაკავშირებული, შესაძლებელია ესე პუნქტებად გარკვეულ ადგილზე, როგორც ჩვენ სასაფლაოები გვაქვს, რაღაცა სადღაც გაიხსნებოდა, თქვა გარდაცვლილი სხეული და ერთ ადგილზე აგროვებდნენ და ალბათ ეგ იყო ერთგვარი პარიზის კატაკომბები, ალბათ ერთგვარი სასაფლაო იყო და რამდენიმე ახლო რამდენიმე ქალაქის მოსახლეობის ნაშთები დაგროვდა იქ. ჩემი აზრია, შეიძლება ეს მომივიდა ასე. ხო, ქრისტიანების კატაკომბებში მოღვაწეობა. ეს თან ქრისტეს აღდგომისა და მე მთელი ამ პირველი მეორე საუკუნის და მთელი იმის ქრისტიანების დევნის ამბები და რომ ისინი რომ კატაკომბებში იმალებოდნენ, ეს უკვე ყველა მიცის და ამას ოფიციალური ისტორიაც ამბობს და ეს პირდაპირ უკვე ამ ყველაფერს ადასტურებს რა. ხო და კიდე ის რომ
ორს ვიტყვი და ვსო. ისტორია უნდა დავყოთ, ანუ როდესაც ამას ვიკულებთ ჩვენ, ეს ისტორია გაყალბებული ისტორიის ამბებში, რომ ჩვენ რეალობა უფრო ნათლად გავიგოთ, ეს დათარიღიანება წლები და საუკუნები თან არც ვიცით და ანუ უფრო გვაბნებს. ამიტომ ჩვენ პერიოდებად უნდა დავყოთ. თქვა იყო ატომური დაბომბვის პერიოდი, იყო რაღაცა გამყინვარების პერიოდი, იყო რაღაცა შემოსევების პერიოდი, ტრანსფორმერების პერიოდი და ასე შემდგომ. ამას მე სამომავლოდ დავალაგებთ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და რა არის შემდგომ მოხდა, გვეცოდინება ალბათ იმედია. და ბოლოს მაგას ვიტყვი, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, აი მაიას ტომების კვლევა რომ მიდიოდა, უამრავი გადაცემა ეხა იქ ხო? მაიას ტომები და ეს აცტეკები და ისინი რომ მაიას ტომები მოკლედ აი აქ მაგალითად დერენქუის შემთხვევაში ხო არაფერი არ არის ნაპოვნი, თითქოს ხალხი აიბარგა და წავიდა. მაგრამ მაიას ტომების შემთხვევაში არის ეგ Discovery-ის ვიდეოები აქვს, რომ აი ხალხი აორთქლდაო, რასაც ვქვა, უცებ გაუჩინარდაო, ანუ თითქოს ეს ხალხი ადგა და სადღაც წავიდაო, აი როგორ იცი? აი დიასახლისი რო გამოქვაბულში სადღაც მიწისქვეშეთში საჭმელს რო ამზადებდა და ბავშვები სადღაც რაღაცას თამაშობდნენო, აი დაყარეს ყველაფერი და წავიდნენო. მოკლედ აი პირდაპირ ცხოვრება მიმდინარეობდა და მაიას ტომი სადღაც გაუჩინარდა. იქ არის ვერსიები რომ უცხოპლანეტელებმა წაიყვანეს სადღაც ასე შემო. შეიძლება ამ ვერსიაში ზუსტად ჯდებოდეს რომ რაღაცა მოხდა და უცებ მოუწიათ ყველაფრის დაყრა და მიწისქვეშეთში უფრო ღრმად ჩასვლა მაიას ტომებს და ამიტომაც გაუჩინარდნენ ისინი. ამიტომ საინტერესო ვერსიებია ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეხა ეს ვერსიებია, მაგრამ ის რაც მოვყევით, ეს არის ფაქტი, რომ ეს ქალაქები არ იქნა აშენებული ესე უბრალოდ რაღაცა სამოყვარულო დონეზე, ეს საჭიროება მოითხოვდა, ფაქტია რომ ეს ქალაქები არსებობს, ფაქტია რომ საჭიროება მოითხოვდა და ფაქტია რომ ტყუილად არ ჩასულა მიწისქვეშა ხალხი და საწავიდა ეს ხალხი. და ფაქტია რომ ამას ტექნოლოგიების გარეშე ვერ გამოიყენებდნენ და შესაძლებელი გათბობის ტექნოლოგია კულტკებით და დუტებით კი არ დადიოდნენ, რა თქმა უნდა, რაღაც ალბათ გათბობის რაღაცა სხვანაირი ალტერნატივა ჰქონდათ, რა ვიცი, ზოგი ალქიმიას ფლობდა, სხვანაირად სხვა ფიზიკის სხვა დონეს ფლობდნენ, რა ვიცი, რაღაცა მფრინავი მანათობელი სფეროები დაფრინავდნენ მიწისქვეშ, არ ვიცი, ჩვენ ფანტაზიის დონეა იქ უკვე რა. იმიტომ რომ ხა მიწისქვეშ შეუძლებელია ეგრეთ ცხოვრება. მაშინ მართლა რეპტილოიდები ცხოვრობდნენ, ესე გამოდის. ამიტომ ვერსია ძალიან ბევრია და საინტერესო ეს თემა და გავაგრძელებთ ამ ყველაფრის კვლევას რა.